იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მე გავაღებ ხალო იყავი. გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა. მოკლედ საროსკიპო რო გაიხსნა ჩვენთან უბანში. ხო. მოკეტი არ არის პრობლემა. მაინც. მაგასთან დაკავშირებით ვატარებთ კვლევებს და რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. არა გვაინტერესებს. აი რა იქნებოდა მაგალითად თქვენთვის, აი თქვენ რომ გვესტუმროთ საროსკიპოში, რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე საინტერესო რომ გამოვასწოროთ? ხო ახლა რა არის მნიშვნელოვანი, ხო, შედიხარ ინტერიერი. ინტერიერი. რაღაცა ჩაბრენლებული რაღაც ოთახები იქით-აქეთ. მომსახურება ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, თანაშრომლის მოქნილობა რა. მოქნილობაში აი რომ დამიკონკრეტოთ ას გულისხმობთ რა ხნა კრეატიული რო იყოს რა მარტო ხო ხტები რა სხარტი რაღაცნაირი ის ენერგიული სიცოცხლის ასე მოქნილი კი ბატონო რა მაინტერესებს თქვენ ჩვენთან ნამყოფი ხართ აქამდე მოკეთე დამყოფი ხართ ესე იგი კი ბატონო ძალიან კარგი რა მოგეწონათ და რა არა აი მაგალითად რა არ მოგეწონათ აი რითი იყავით უკმაყოფილო ეხა მართალი გითხრა ქალებით იმდენად არ გადავირი უბრალოდ ხინკალი ვჭამე მე მართლა აი სად არ მიჭამიან მაგრამ ხო იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენი როსკიპი მასტერშეფის გამარჯვებულია და მართლა რომ სასწაულ ხინკალს მე ამოდიერთი დავსხდით იქეიფოთ რა ხალები რა ზიალაპარაკი ხო კიდე ერთ კითხვას დაგისვამთ აი მაგალითად რა შეცვლიდით ჩვენს მომსახურეობაში შევცვლიდი ახლა რა გითხრა ესე პროფესიონალიზმის ნაკლებობა არის რა თქვენთან რა პირდაპირ რას ამბობთ კაცო ხო ეხლა ამის წინ ვიყავი მოსული და ბუდიში ხალი წავიყვანე რა ეხლა გაკაფული ვარ ერთი ამბავია შოუ პროცესია და ხმამესმის უცბად რა აპაცე გამიგე რასა ხო მე მეგონა რომ მეთქი აბაჰე ბალიში ყოფდა მაგრამ თურმე კაცო TikTok-ს იღებს რა შუა იმის აპაცე მუსიკები რასა ხო ნათია ხო არ იყო ქერათმე არ ვიცი ეხლა მაგრამ მე ნების დაოკებაში ვიხდი ფულს ეხლა TikTok-ებში ხო არ ვიხდი მე ფულს არა ხო გავაფრთხილებ მაგას აუცილებლად ერთი TikTok-ერი ყავს მესმის გამოვასწორებთ აუცილებლად კი ბატონო რა ხდება რა გამოკითხვებიაო მიხეილ პაატი ხო არაფერი ჩვენ უბანში გაიხსნა საროსკიპო და აი ესე დავდივართ და გვაინტერესებს მინუსები პლუსები ნუ კითხვებს ვუსვამთ მოსახლეობას და ასე შემდეგ საროსკიპოზე ხო კი აქვე გაიხსნა კი ხო და რაო ამ მამაკაცებმა რაო მოგწონსო არა ხალო რა მომწონს პირიქით კაცო დასახურები ხართ რა სამოდე გაირყნა მთელი უბანი რა ახლა ადრე რო ნარდის თამაშის ხმა ისმოდა და დომინოს კაკონის ხმა ეხლა კნესა და ერთი ამბები გამოდის იქიდან რა კაცო თქვენ საერთოდ უნდა დაიხურო თქვენ შემოგევლოთ მიშა ატოვიჩი კარგი კი არა და რა ჯანდაბა ხდება თქო კაცო გავიგე გენაცვალე გავიგე რამდენად ეთანხმებით თქვენ რომ საროსკიპო გაიხსნა აი აქ და მე რას უნდა ვეთანხმებოდი ანუ საროსკიპო მისაღებია ჩვენთვის რა თქმა უნდა არანაირად მისაღები არ არის კაცო ეხლა მართლა და მართლა ბარემ სახში შემოგვივარდით რა ვითომ მასაჟის ცენტრია და შეხვალ და 1000 გარყვნილობა და მაგის დედავატილე რა შე რა იცი არა მე ხო კისრის თიაქარზე რო ქალო ახლა კისრის თიაქარზე ხო ვიყავი შესული მე ახლა რომ მივხვდი რომ რაღაც ცოტა თუ გარემოში ვიყავი ეგრევე გამოვედი მაგრამ თვალი მაინც ხო გამექცა არა შიგნით რა ხდებოდა და თან სპეციალურად რო იაფი ფასები აქვს გამიგე სტუდენტი ბავშვები რო შეეწება 80 ლარი ქალი აი დაბალი ფასები შე რა იცი რა ფასებია უთხარი შენობიო ბიჭები ყვიროდე ვერ გავი რა ის არის ახლა ის რო ყავთ კიდე ქერა ქალი როა რა ქვია ლაურა ხო აი კარგი რა ახლა სტუდენტები დასიებული აქვს ბავშვებს თვალები კაცო დადიან იქით-აქეთ ვერ სწავლობენ ვერც ვერაფერი აი გააგიჟა მაგ ლაურამ რა ეს ხალხი არანაირად ჯერ საწოლში ფიცარი ჩვეულებრივი რა ანუ უკმაყოფილო ხართ ვინ არის ლაურა ჩვენ კაცო ბიჭები ყვიროდენ ახლა ფიცარივით არისო ეკალიო თორე მე რა ვიცი და ლაურა ვინ არის ახლა სახელით ვერ გავიხსენე ფიცარივით არისო ლაურაო ბიჭები ყვიროდენ ლაურაო არისო ფიცარივითო ხმამაღლა ბიჭები დომინოს თამაშობდნენ კაც და ლაურა არის და ბოლოს სამი თვე რომ ხელფასის ახში არ მოგიტანია არიცი საწავიდა ხო გაგა ლაურავებ შენ და გაგა ფიცარი კარგი ერთი წუთით რა 70%-იანი ფასდაკლება გქონდა საროსკიპოსი ჩვენი მაგრამ რა ხან ფიცარია და რა ლაურა
სხვასთან გადავალ, მიბძალ. ფიცარი და ხელფასი არის ის გაგა. ეს მეთქი რომ მე რა შუაში ვარ. გამარჯობა გენაცვალე. ჩვენს უბანში გაიხსნა საროსკიპო და გამოკითხვას ვაკეთებთ თუ შეიძლება რომ გაგესაუბროთ. კი ბატონო, თქვენი სახელი? ანუ თამარი. თამარი სასიამოვნო. ანუ საროსკიპო გაიხსნა. კი ბატონო, აქვე გაიხსნა და ჩვენი საროსკიპოს დევიზია მეზობლის ხალხს ხელს ნუახლებ თუ არ გადაგიხდიაო. ესეთი სლოგანი და მოვიქცეთ. რა მისამართზე გაიხსნა? სანამ მისამართზე გადავალთ, გეტყვით რომ ნახეთ ჩვენთან ყოველ ვიზიტზე გიგროვდებათ ქულები, ჩემო კარგო, გვაქვს ბარათები, ნუ სასწაული ბარათები არის, მაგალითად 100 ქულაზე შეგიძლიათ გადაცვალოთ ეს ქულები დუშგელზე, 200 ქულა არის, მაგალითად მასაჟორი არის, მალების მე ისე მშველის, აქ ხო მაწუხებს, ნუ 300 ქულა ქვაბების ნაბორია და 300 ქულა და ეს აგროებთ და ძალიან მაყოფილი კი ბატონო, ხო. სადმდებარე. აი სად არის, იცი გეტყვი ახლავე, სუპერმარკეტსა და ბავშვთა სამყაროს შუაში. დიდი შენობა. აჰა. ხო, აი ქვია. ნუ იქ დაგხვდებიან ჩვენი წარმომადგენლები თუ არა. მე რა ვქნა ხა? აი რამდენად მე მაინტერესებს თუ იყავით ჩვენთან რამდენად კმაყოფილი ხართ მომსახურეობით. მე რატო უნდა ყოფილიყავით ალბათო? საწახვედი ვინ არის ხანუ? მოდი ერთი წუთით არა, საროსკიპო გაიხსნა. გამოკითხვაზე არიან, რაღაცა საროსკიპო გაიხსნა ჩვენ უბანში, იცი შენ რამე? რამდენად კმაყოფილია ქალბატონი? რავი, საიდანვე ვიცოდე რა საროსკიპო გაიხსნა. არიცი ისა, ხო, ისე მაგფარჩი ადრე იყო სახაჭაპური. და ისე იმედია ისე არ მოიქცევთ, როგორც ისინი მოიქცნენ. ანუ არ მოვიქცევთ არა, როგორც ის. რას ნიშნავს ეს, გიორგი? სახაჭაპური იყო ადრე იქ და ძალიან კაი ხაჭაპური ქონდა და იაფიღიდა თან და მე ხაჭაპურიც გააძვირეს და გააფუჭეს კიდეც. გამიგე და იმედია ეგ არ მოიქცევთ, თორე დანარჩენი მივესალმებ სიახლოვეს. მივხვდი, გასაგებია, კი ბატონო, გასაგებია, ხო. ისე სხვათა შორის ერთხელ რომ შემოვიარე თქვენთან ძალიან უკმაყოფილო დავჭი. რატო? სად შეიარე, კაცო, შენ? ერთხელ გოგო, ერთი 10. რატო შეიარე? 10-დან 8-ს დაგიწერდით. ისე მაინ მე ხო ხელოსანი ვარ. სახაჭაპურე გეგონა? მე ხო ხელოსანი ვარ, გოგო, მე ხელოსანი და კაფელი იყო ცული დაგებული. და 10-დან 8 ქულას დავწერდი. 1-დან 10-მდე თქვენ 8-ს კი, გვიწერთ? მე 8-ს დაგიწერდით. რა კი იმიტომ ბატონო. რა კაფელი იყო, ბიჭო, რა? მე ხო ერთი გონებ ხა გიორგი არ ხო გადავრია. მუშაობდა, ხო უნდა მენახა მარტა იქ ხალხი როგორ და რაღაც როგორ იტყუები რა რა ხელოსანი, კაცო, რა კარგი, ანუ 8 ქულა დავწერეთ, კი ბატონო. ისა ეს ეტყობა გოგო არის პროექტის ნაწილი თან. რა, გიორგი? ისა სკვერი ხო გაგვიკეთეს, ტრენაჟორები ხო გაგვიკეთეს, სკვერი გაგვიკეთეს. ეხა პირად ცხოვრებაზე ზრუნავენ ჩვენ მამაკაცების პირად ცხოვრებას და ესე იგი საროსკიპებს ხსნიან უბნებში ეტყობა. ანუ თქვენ მიესალმებით სიახლეებს. რა სიახლეს მიესალმები, გიორგი? ანუ საროსკიპოს გახსნას მიესალმები? გოგო, საროსკიპო რაშო ვინ ახსენა, რაშო მე ვთქვი სიახლეებს მიესალმებთ, რაშუაში. ხო, მაგრამ ეს სიახლე არის საროსკიპოს გახსნა. მომისმინე ის უბანში რო განათებები გაგვიკეთეს, სიახლე არისო, იმად რატო არ თქვი არაფერი, საროსკიპოზე რო ჩამაფრინდი ეხა. ბიჭო, ნატურის გამოსვლა და საროსკიპოს გახსნა ერთი და იგივე. სიახლეა ორივე და მივესალმები. გიორგი, შენ ძალიან ცუდა ჩიკჩიკებ, ეხა შედი უთოობა გააგრძელე. უთო. ჩქარა. ისა ბოდიში და ის მინდოდა დავამთავროთ ეხა ქალბატონო. არა 70%-იანი ვაუჩერის ფასდაკლების ბარათი მინდოდა გადმომეცა გიორგი და არ უნდა, არა. ხო არა რა ხან არ უნდა კი ბატონო. არ უგინდათ მართლა? არ უნდა. კარგი მე რაღაცა მოაშორე არ მინდა შენ არა. მიხედა მან შეფასეს ახლა. მიხედა. ხდება კაცო, მაგრამ რა აგრესიული უბანია, რა ხალხი ცხოვრობს, წესიერი ლაპარაკი თქვენ არ შეგიძლიათ. რა არის, არ გინდათ ეს ვაუჩერები და ნუ გინდათ, კაცო, კი არავინ გადავალ იქით კორპუსში. ბოდიში, ვაუჩერი დარჩენილი. რაღაცა ვაუჩერი 70%. მოდი. დეგენერატ. ო, გაათრია გენარ მე რა ჩანდამატყიდა ეს. მოდი. ვინაცა 70%-იანი, 21-ჯერადია, იცოდე, ახლა მრავალჯერადი და ის არა. მომისმინე ხინკალი ხო იქნება ის. ისევ ის არის, ხინკა, ნათია. აი რა ხინკალს აკეთებს შენ. ნათია დაგხვდებათ რა, მოხდა. აი. ეს უნდა რა გაგვიწეს უვარგისები ხართ. ხალხი არ ახართ, კაცო. აბილწეს უბანი წაბილწეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.